აღდგომას სახლში 386 პატიმარი შეხვდება პრეზიდენტმა 431 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ ნაწილს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდა, ნაწილი კი საპატიმროს დატოვებს. პროკურატურის შუამდგომლობით 3 ბრალდებულს, რომელსაც გირაო ჰქონდა შეფარდებული, სასამართლომ სასჯელი მოუხსნა. 386 მსჯავრდებული თავისუფალია. ყველა მათგანი აღდგომის დღესასწაულს საკუთარ სახლში შეხვდება. დღეს პატიმრების გათავისუფლებას მსჯავრდებულების ახლობლები დილიდან ელოდნენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საპყრობილესთან ხალხი იყო შეკრებილი. ველოდებით ამინისტიას, მადლობა ჩვენ მთავრობას ასეთი სააღდგომო საჩუქრისთვის და ყველას მიულოცავ ხვალინელ დღეს. არაფერი არ ვიცი, მაგრამ მოვედი, რომ 3 საათისთვის უშვებენ პატიმარს და ველოდები მე ჩემ მეუღლეს, არ ვიცი გამოუშვებენ თუ არ გამოუშვებენ. საშენ აღსრულების დაწესებულებიდან პატიმრების გამოშვება დღის 3 საათიდან დაიწყო. უმრავლესობისთვის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება უცნობი იყო. გათავისუფლების შესახებ მსჯავრდებულებმა რამოდენიმე წუთით ადრე შეიტყვეს. შეგრძნება არის ბედნიერი იმით, რომ აღდგომაზე შეხვდები სახლში და მადლობელი ვარ ბატონი პრეზიდენტის და ჩვენი მთავრობის რომ ესეთი შესანიშნავ დღეს გაგვანთავისუფლდა. მართალი გითხრათ არ ველოდებოდი და ძალიან გმაყოფილები ვარ თუ ასე შეგვიმას ვიყო და ვლება მოგწარო თავისუფლებით და ბრუნდებით ოჯახებს. ვადამდელ გათავისუფლებას არც გიორგი ნაგლაძე ელოდა. ქურდობისათვის ნასამართლებს სასჯელის ნახევარი ჰქონდა დარჩენილი, როდესაც ბადრაგმა გათავისუფლების შესახებ აუწყა. გდანის მერვე საპყრობილედან ყოფილი მსჯავრდებული პირდაპირ ნათესავებთან წავიდა. გათავისუფლებულ პატიმარს მშობლიურ სოფელში ცოლშვილი და მშობლები ელოდებიან. გიორგი ნაგლაძე საკუთარ ოჯახში დაბრუნების შემდეგ პირველ რიგში სამსახურის დაწყებას გეგმავს. სულხანები განცხადა, იმიტომ რომ ციხეში და მერე სვაბოდა განსხვავდება რა მიზნად. ოთხად შეეხება პარლამენტზე გადაწყვეტილების სოფელში, ხომ ვიცხოდა და ვიყო. ჯავდებული თავისუფალია და სხდომა დახურულად ხარდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 3 ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გიორგი გოგუაძე, გიორგი სალუქვაძე და ფრიდონ ქარაული პროკურატურის შუამდგომლობით სასამართლოს დარბაზიდან ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს. აღდგომის წყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გადაწყვიტა საპროცესო შეთანხმების გაფორმებით ყოველგვარი ჯარიმის გარეშე პირობის ჩარზე საჩუქარი გაეკეთებინა ამგვარად ამ სამი პიროვნებისთვის და მიგვეცა მათთვის გამოსწორების და სოციალიზაციის საშუალება. სასიამოვნო შეგრძნება და დიდი მადლობა სულ ყველას. ვინ შევიდა ჩემ მდგომარეობაში. კარგი გზნობაა და ვაპირე პატიოს მსხოვრებას. პირველი რას გააკეთე ხათო გახვალ? და მუშაობას დავიწყე. დღეს პრეზიდენტმა სულ 431 პატიმრის შეწყალებას მოაწერა ხელი. აქედან 38-ს პატიმრობის ვადა გაუნახებდათ. 7 კი პირობითი სასჯელი მოეხსნათ. დანარჩენი 386 პატიმარი კი აღდგომას სახლში შეხვდება.